გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. დიდი ხანია YouTube-ის ვიდეო აღარ ჩამიწერია და ცოტა გადაჩოული ვარ, მაგრამ მოდით ერთად შევკეროთ ჩანთა. კი არა და გასწავლით როგორ შეკეროთ ჩანთა. ბევრი თქვენგანი ალბათ მიცნობთ TikTok-იდან ან YouTube-იდან, Morcast-იდან, მაგრამ ვინაიდან ძალიან ბევრი TikTok-ზე მწერდა, რომ აინტერესებდათ თუ ასწავლიდი კერვას, ან თუ შეგიძლია ჩემ შვილს ასწავლო კერვა და რამე კურსები ხომ არ გაქვთ გავლილი, ან სად შეიძლება ვნახო ვიდეოები, სადაც კერვას ვისწავლი და ასე შემდეგ, გადავწყვიტე, რომ actually I can do that. ანუ მე შემიძლია გასწავლოთ. არ მაქვს პრობლემა. TikTok-ი არ მაძლევს საშუალებას, რომ იმ სიგრძის ვიდეოები დავდო, რომლითაც რეალურად შეძლებთ ისწავლოთ რაღაცეები, ხო და გადავწყვიტე, რომ YouTube-ის არხი გამეკეთები და ისედაც ვაპირებდი, მაგრამ სხვა რაღაცეებისთვის. ასე რომ კერვის ტუტორიალები დაიდება ამ არხზე. Yay, ვიცი რომ ძალიან გიხარიათ, ვიცი რომ აღფრთოვანებულები ხართ ამ ყველაფრით. თქვენ ცხოვრებაში ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი და mind blowing event-ი ეს ვიდეოები, ასე რომ გამოიწერეთ არხი. და იმედია ძალიან მოგეწონებათ ვიდეოები და რაღაცა ახალს ისწავლით, ან გაერთობით, ან ჭამის დროს მიყურებთ. პირველი რის შეკერვასაც გასწავლით არის ეგრეთ წოდებული ბალიშა ჩანთები, რომლებიც პირველი ვიდეო იყო, რომელიც ვაირალ გახდა ჩემს TikTok-ზე. არ ვიცი ვაირალ ეწოდება მაგას თუ არა, მაგრამ ბევრი ვიუ ჰქონდა მოკლედ. და ამ ჩანთებს ვყიდი მე, მაგრამ ვისაც საშუალება არ აქვს რომ იყიდოს მსგავსი ჩანთები, ან უბრალოდ უნდა რომ თვითონ შეკეროს, შეუძლია უყუროს ამ ვიდეოებს, ასე რომ ერთად დავიწყოთ. პირველ რიგში დაგჭირდებათ დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის ნაჭერი. მე ვიყენებ აი ესეთ ნაჭრებს, კლეჩატებს, კუბოკრულებს, იმიტომ რომ ზოლიანი ნაჭრები უფრო მარტივია და საჭრელად, ანუ სწორ ხაზს რო გაყვე და არანაირი პრობლემა არ შეგექმნას, მსგავსი ნაჭრებით ბევრად უფრო მარტივია მუშაობა. ავიღოთ მოკლედ ჩვენი ნაჭერი და გადავკეცოთ 4-ად. ესეც ასე. ჩემ ბალიშა ჩანთებს პირადად ცოტა სხვანაირად ვკერავ. მაგრამ ცოტა რაღაცა სხვა ახალი იდეა მაქვს თავში და მინდა რომ შევკერო. წინასწარ უნდა გავამზადოთ თარგი რა, იმიტომ რომ მომავალშიც რომ გადაწყვეტთ რომ შეკეროთ, მზად გქონდეთ. ამ ჩანთებს არანაირი რთული თარგი არ სჭირდება, უბრალოდ უნდა გამოჭრათ მართკუთხედი. მე ვიყენებ 45 სიგანეს, ანუ აი ეს 45 და აი ეს 30. უნდა დადოთ ნაჭერზე და დაახლოებით 2 სანტიმეტრი გვერდებზე ადგილი უნდა დაგრჩეთ. ანუ აი 2 სანტიმეტრი აქ, 2 სანტიმეტრი აქ, 2 სანტიმეტრი აქ. და გამოვჭრათ უნდა 4 ცალი მართკუთხედი. საკერავად აუცილებლად გჭირდებათ, ვისაც გინდათ რომ კერვა დაიწყოთ, სპეციალური ნაჭრის მაკრატლები, ანუ სხვა მაკრატლით, ქაღალდის მაკრატლით ვერ იმუშავებ. და როგორც გითხარით, ამას არც დახაზვა სჭირდება, არც რაღაცაზე მეტი თავდადება, უბრალოდ სწორ ხაზს უნდა გაყვეთ. მეგონი ძალიან მარტივია. ესეთ ჩანთის ნაწილები, მას შემდეგ რაც ჩანთის ნაწილებს გამოჭრით, თავარ 2 ნაწილს, უნდა გამოჭრათ ასევე გვერდითა ნაწილი, ანუ მოთხკუთხედი ჩანთის. გვერდითა ნაწილებისთვისაც შეგიძლიათ რომ თარგი დაამზადოთ, მაგრამ თუ გეზარებათ, ჩემსავით, არ არის აუცილებელი თარგის დამზადება. აიღეთ აი ეს თარგი, აი ესე დადეთ. გვერდითა ნაწილი უნდა იყოს სიგრძეში იგივე 30 სანტიმეტრი. ოღონდ კვადრატები, ანუ 10 სანტიმეტრიანი კვადრატები უნდა იყოს ჩაყოლებული, ანუ ეს 15 სანტიმეტრიანი არ იქნება სიგანეში. მე ხა უკვე ისეთი გათვითცნობიერებული ვარ ამ საკითხში, რომ თვალით ვხვდები დაახლოებით 10 სანტიმეტრი რამდენია. თქვენ შეგიძლიათ ადგეთ და რა თქმა უნდა გაზომოთ ნორმალურად და ადამიანურ პირობებში. და ისე მოჭრათ ეს 10 სანტიმეტრი. ესეც გვერდითა 2 ნაწილი.
ამავდროულად დაგვჭირდება ქვედა ნაწილიც. ქვედა ნაწილს რაც შეეხება ერთი აი ესეთი ბლოკი. აი ეს არის ქვედა ნაწილის თარგი. უნდა გამოჭრათ ერთი ესეთი ბლოკი. რაც შეეხება სახელოების ნაწილს, აი ამ გრძელ, აი ამ სიგრძეს, რაც მურჩა გვერდებზე, გამოვიყენებ სახელოებისთვის. დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიგანის ორი ზოლი უნდა გამოჭრათ, რომელიც იქნება შემდგომში სახელოები. ესე ავდგეთ. შუაზე გადავკეცოთ, კიდევ გადავკეცოთ და გავჭრათ. ესეც სახელოებისთვის ორი ზოლი. კერვის დაწყებას ვაპირებ სახელოების ნაწილით, იმიტომ რომ ნაჭრის შიგნით უნდა მოვაქციოთ მერე, როცა უშუალოდ ჩანთის შეკერვას დავიწყებთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ორნაირად, შეგიძლიათ უკუღმა შეკეროთ და ამოატრიალოთ და შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, როგორც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ ვერ ვიტან ამოტრიალებას, განსაკუთრებით აი ესეთი პატარა რაღაცეების. ესე აიღოთ, გვერდები გადაუკეცოთ ნაჭერს. ესე. ისე რომ დაახლოებით სისქეში გამოგივიდეთ 3 სანტიმეტრი. აი ესე. აიღოთ საკერავი მანქანა. ვისაც გაინტერესებთ რა საკერავი მანქანა მაქვს, ჯანომე. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის საკერავი მანქანა დამწყებებისთვის, ვისაც უფრო პროფესიონალი გაქვთ. რა თქმა უნდა, უკეთესია. ვაპირებ რომ ვიყიდო უფრო შედარებით პროფესიონალი საკერავი მანქანას, უბრალოდ ამ ეტაპზე ფიზიკურად სხვა გზა არ გვაქვს. შევაცუროთ ქვეშ, დავდოთ და დავიწყოთ კერვა. სწორად რომ მიყვეთ, მეორე მხრიდანაც ხელით დაიჭირეთ. იმიტომ რომ შეიძლება არასწორი ხაზები გამოგივიდეთ და ეს რა თქმა უნდა არ გაწყობთ. სუსტად იგივენაირად უნდა გააკეთოთ მეორე სახელოს. ამასობაში მაქო გამოთავდა. და აი ესეთი ბევრი უკვე გამზადებული ძაფები მაქვს ნაყიდი და შეგიძლიათ თქვენ შეიძინოთ სტიმუზე. იმიტომ რომ ამების დახვევა ძალიან ნერვებს მიშლის. დაახლოებით 3 ლარი ღირს და სიმართლე რომ გითხრათ, აი მირჩენია რომ 3 ლარი გადავიხადო, ვიდრე ავდგეთ და ესე ყოველ ჯერზე ვახვია, იმიტომ რომ ძალიან მომაბეზრებელია და დიდი დრო მიაქვს. შესაბამისად, ესე ჩადეთ. გამოიღეთ. საკერავი მანქანის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ისეთი საკერავი მანქანა იყიდოთ, ისეთ კერვის დაწყება გინდათ. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ჩავწერ ვიდეოებს. გაითვალისწინეთ, რომ იყიდოთ ისეთი საკერავი მანქანა, რომელსაც აქვს შიგნიდან რკინის ნაწილები. თორე დიდი ალბათობით ვერ გაგიძლებთ და გათვლება. მას შემდეგ, რაც დაამზადებთ ორ ესეთ სახელოს, დროა შიგნითა ნაწილები ამოვავსოთ სინთიფონი. ეხლა რაც შეეხება სინთიფონს, სად შეგიძლიათ შეიძინოთ, რა ღირს და ასე შემდეგ. სინთიფონი მე პირადად ისევე როგორც ნაჭრები ვიყიდე ლილოში, დაახლოებით ღირს 10 ლარი, 1 კილო, რა თქმა უნდა. თუ თქვენ მოტყუება შეეცდებიან რომ მეტი ღირს, გირჩევთ რომ არ გადაიხადოთ მეტი, იმიტომ რომ ძალიან იაფი მატერიალია. ვისაც უფრო ბუნებრივი მატერიალებით გინდათ კერვის დაწყება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იყიდოთ ბამბაც. მაგრამ ბამბის ჩანთა საკმაოდ მძიმე იქნება, ეგეც გაითვალისწინეთ. იმიტომ დავამზადეთ აი ესეთი ფართე სახელოები, რომ ფართე რაღაცეების ამოტენვა სინთიფონით ბევრად მარტივია, ვიდრე პატარა სახელოების. მოკლედ მეგობრებო, მას შემდეგ რაც ორ სახელოს გაამზადებთ, დროა რომ ეს სახელოები მოაქციოთ ჩანთის გვერდებზე, შიდა ნაწილებზე. ესეთი მართკუთხედები რო გამოვჭერით თავიდან თანაბარი ზომის ყველაზე დიდები, ანუ წინა ნაწილები. აუცილებელია რომ მივაკეროთ ერთმანეთს. გვერდებზე მოვნიშნოთ ის ადგილები, რომლებსაც ჩავკერავთ.
აი ესე 0-დან 30 სანტიმეტრამდე და 30-დან როგორც იცით 45 სანტიმეტრი უნდა იყოს სიგანე. ვინაიდან სიგანე არის 45 სანტიმეტრი, 45 რომ გავყოთ 2-ზე იქნება 22.5. ანუ 22.5, აი ეს არის ჩანთის ზუსტად შუა წერტილი. ესეც ასე. ეს ორი ნაჭერი უკუღმა უნდა დავადოთ ერთმანეთს და შიგნიდან უნდა მოვაქციოთ ჩანთის სახელოები. ნუ შუა წერტილი რადგანაც ვიცით, უბრალოდ ჩავდოთ. ერთი ნაწილი და მეორე ნაწილიც თანაბარი მანძილის დაშორებით უნდა მოვაქციოთ, მეგობრებო. მოკლედ, მას შემდეგ რა სქინძის თავებით ჩაამაგრებთ ამ ყველაფერს, დროა რომ გადავკეროთ ზედა ნაწილები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი უზუსტესად იყოს გაკეთებული. ნუ ჩემთვის პირადად. ესე დავდოთ. და გავყვეთ. ცოტა უფრო ახლოს ხონილი, მაგრამ რომ უკეთ დაინახო. აჰა. წესით უკეთ უნდა ჩანდეს. აი მივედით უკვე იმ ადგილას, სადაც ქინძის თავი მაქვს მიმაგრებული. ამოვიღოთ ქინძის თავი. სპანჯბობს დავარჭოთ. მოკლედ, როცა ამოატრიალებთ, აი ეს უნდა მიიღოთ. ეხლა უნდა ავდგეთ და ჩავკეროთ ეს გვერდები და ამოვასოთ სინთიფონით. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. წაღმიდან ვკერავთ, მეგობრებო, იმიტომ რომ წაღმანაწილები ეკერება ერთმანეთს. და რაც თავარია, მეგობრებო, ასევე უნდა გადავკეროთ შუა ნაწილიც. აი ეს გაზომეთ ადგილი ჩანთის ნაწილებს შორის 12 სანტიმეტრია. აიღეთ შუა წერტილი. მას შემდეგ რაც შუა ნაწილსაც ამოკერავთ, შეგიძლიათ ჩანთა ამოავსოთ კვლავ სინთიფონით. კუთხეები რაც შეიძლება კარგად ამოავსეთ, რომ ლამაზად გამოვიდეს. ვინაიდან ამ ჩანთის სიგრძე არის 30 სანტიმეტრი, გაზომეთ ზევიდან და 15 სანტიმეტრზე, აქ მოუწევს დაახლოებით, უნდა გადავკეროთ. ანალოგიურად, მას შემდეგ რაც ზედა ორი ნაწილს შევკერათ, ამოვავსოთ ქვედა ორი ნაწილიც და გადავკეროთ კვლავ 15 სანტიმეტრზე. ესეც ჩანთის ერთი ნაწილი. კარგად გააჯანჯღარეთ, მოკლედ, რომ სინთიფონები თანაბრად გადანაწილდეს და ზუსტად იგივენაირად შევკერავთ წინა ნაწილის მეორე მხარესაც. მეგობრებო, ამოვსების პარალელურად სახელოს მეორე ნაწილზე მივამაგრებ ყვითელ ბანდს. ეხლა როგორ ვამაგრებთ ბანდს? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისიც სწორად გავაკეთოთ. მოკლედ, დავდოთ უბრალოდ ნაჭერი და იქ, სადაც არის შუა ნაწილი, მოვაქციოთ ჩვენი ბანდი. დავაფაროთ ესა. 1 უკანაც გავყვეთ. მას შემდეგ რაც ესე უბრალოდ გექნებათ დამაგრებული ყვითელი ბაფრთა, ნუ შეგიძლიათ თქვენ წითელი ფერის გააკეთოთ, ლურჯი, არ ვიცი, ვისაც რა ფერი ბანტი გინდათ რომ გქონდეთ. მათ შემდეგ რაც დამაგრებული გექნებათ, უბრალოდ აიღეთ ესე ორი ნაწილი და ძალიან ლამაზად გაბანტეთ. ჩანთის წინა და უკანა მხარეები შეკერილია უკვე.
და ესეთი გამოვიდა. ეხლა შეგვიძლია შევკეროთ გვერდების და ძირის ნაწილები. ავიღოთ გვერდების ნაწილი, უკვე გამოჭრილი რაც გვაქვს და ზუსტად მსგავსად გადავაკეროთ თავი, ორი ნაწილი ერთმანეთს, როგორც გავაკეთეთ ჩანთის შემთხვევაში. ამოვატრიალოთ, ვუალა, გადაკერებულია. და გვერდებზე უნდა ჩავკეროთ, ისე რომ მივიღოთ 10 სანტიმეტრიანი ნაწილები. ავიღოთ სინთიფონი და ამოვავსოთ ეს ჩვენი 10 სანტიმეტრიანი გვერდითა მხარე. გავზომოთ ასევე 15 სანტიმეტრი და გადავკეროთ 15 სანტიმეტრზე. შუაში ზუსტად იგივენაირად, რომ აი აქ ჩრდებოდეს. ესეც ჩანთის ერთი გვერდითი ნაწილი. როგორც ხედავთ, ამ ნაწილების შეკერვა ბევრად უფრო მარტივია. და შემდგომ აი აქ მიკერდება რა, აი ესე გვერდებზე. მეორედაც ზუსტად ესეთივენაირად დავამზადებთ. რაც შეეხება ჩანთის ქვედა ნაწილს, ზუსტად იგივენაირად ვაკეთებთ. მეგობრებო, ჩვენ ეხლა უკვე ყველა ნაწილი გვაქვს შეკერილი. ჯამში უნდა მიიღოთ ერთი ქვედა ნაწილი, ორი გვერდითა ნაწილი და ორი წინა ნაწილი. ეხლა აუცილებელია რომ ეს ნაწილები ერთმანეთს მივაკეროთ. პირველ რიგში ავიღოთ ჩანთის წინა მხარე. ავიღოთ გვერდითა მხარეები, ერთმანეთზე დავადოთ მაქსიმალური სიზუსტით, რაც კი არსებობს თქვენში. ჩავდოთ საკერავ მანქანაში, ვაკერებთ ყველაფერს უკანა მხრიდან. ანუ მთელ ჩანთას ვკერავთ უკანა მხრიდან. და უნდა მივაკეროთ ერთმანეთს. ვინაიდან ორივე ნაწილი არის საკმაოდ სქელი, ეცადეთ რომ აი ეს ბოლოები დაიჭიროთ და დაჭიმოთ. რომ პრობლემები არ შეგეძლოთ. ესეც ასე. როგორც ხედავთ, ამ ნაწილიდან მიკერებულია და ეს ნაწილი გამოიყურება სუფთად. იმისათვის, რომ ჩანთა შიგნიდანაც იყოს მოწესრიგებული, აუცილებელია რომ შემოვაკეროთ ავერლოკი. ამ ხელა ნაწილი გარეთ დარჩენილი არ გჭირდება, ამიტომ დაახლოებით 1 სანტიმეტრზე, ანუ აი ეს ერთ ზოლზე მიყევით და გადაჭერით. ახლანდელი საკერავი მანქანების უმრავლესობას აქვს აი ესეთი სამკუთხედი. აი ამ სამკუთხედზე დავაყენოთ. აი ესე. და შემოვაყოლოთ ავერლოკი. ხედავთ, შიგნიდანაც უკვე ლამაზად არის. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მეთქი რა აზრი აქვს შიგნიდან როგორ იქნება, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ჩანთაში რაღაცას დებ და ნაკუწები მოყვება, ძაფის არ არის ასიამოვნო შეგრძნება. მას შემდეგ, რაც ჩანთის წინა მხარეს მიაკერებთ გვერდითა ნაწილებს, გირჩევთ რომ მიაკეროთ ქვედა ნაწილიც. იმიტომ რომ ჯობია რომ ერთ მხარეს თავიდან ბოლომდე ქონდეს ყველაფერი მიკერებული და მერე გადახვიდეთ მეორე მხარის მიკერებაზე. მეგობრებო, ჩანთა შევკერეთ, ეხლა მოდით ერთად ამოვატრიალოთ. ზოგადად ეს არის ჩემი საყვარელი ნაწილი, ხოლმე რაღაც შევკერავ და უკვე დროა რომ რეზულტატი ვნახო ხოლმე. მიყვარს. ნუ არ ვიცი. ყოველ ჯერზე ძალიან საყვარელი გამოდის ხოლმე. ვერ გადავწყვიტე ეს ყვითელი ბანტი მომწონს თუ არა, მაგრამ ესეც ჩვენი ჩანთა guys. ესა გამოიყურება ჩვენი ჩანთა. უფრო უკან გავიწევი, რომ კარგად დაინახოთ. სხვათა შორის TikTok-ზე ესეთი ჩანთა ჯერ არ მაქვს შეკერილი, იმიტომ რომ როგორც წესი სამად დაყოფილებს კერავდი და ეს პირველია, როდესაც ორ-ორი ნაწილი აქვს. შიგნიდანაც ესე გამოიყურება, არის ურბილესი და უსაყვარლესი პიკნიკისთვის. მსგავსი ჩანთები შეძენა პაპრიკა სტორზე შეგიძლიათ, პაპრიკა დიზაინ სტორზე, სადაც დავთაგავ აუცილებლად გვერდს YouTube-ის description-ში და ვთხოვთ რომ გადახვიდეთ და დააფოლოვოთ და აუცილებლად გამოიწეროთ ეს არხიც, მითხრათ
შემდეგში რა გინდათ რომ შევკერო, იმიტომ რომ უამრავი იდეები მაქვს და რა სახის ვიდეოები გინდათ რომ ნახოთ, ვის რა გაინტერესებთ, ან გინდათ რომ სულ დასაწყისიდან როგორ უნდა დაიწყოთ კერვა, რჩევები გინდათ, საკრავი მანქანის შეძენასთან დაკავშირებით გჭირდებათ რჩევები თუ ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი დაწერეთ და მზად ვარ რომ დეტალური ვიდეოები ჩავწერო YouTube-ისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ზე ძალიან ცდილობ რომ აქტიური ვიყო, YouTube-ი მაინც ჩემთვის ყველაზე საყვარელი სივრცეა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ჩემი TikTok-იც გამოიწერეთ და შემდეგ შეხვედრამდე. Bye!